დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი პატრიოტთა ალიანსის მერობის კანდიდატი შოთა გოგიბერიძის მხარდამჭერთა ჯგუფმა და საკოორდინაციო ცენტრმა ბრიფინგი გამართეს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და ყოფილმა მერობის კანდიდატებმა ოზურგეთილ მოსახლეობას მხარდაჭერისა და არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდეს. ყოფილმა კანდიდატებმა ხაზგასმით აღნიშნეს ის ფაქტი, რომ პირველ ტურში მათ მოსახლეობის თითქმის 60%-მა დაუჭირა მხარი. ქალაქ ოზურგეთში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მივიღეთ ქალაქის ამომრჩევლთა 60%-ზე მეტი მხარდაჭერა, ხოლო ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა ერთად მიიღენ 40%-ზე ნაკლები ხმების რაოდენობა. ეს უდავო დასტურია ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი და კრიტიკული დამოკიდებულებისა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. ხალხმა აშკარად გამოხატა თავისი პროტესტი უსამართლობის, იმედგაცრუების, ეკონომიური სტაგნაციის და სოციალური სიდუხჭირის წინააღმდეგ. შოთა გოგიბერიძის მხარდაჭერის ჯგუფისა და ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის შექმნის კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ჩვენ უცვლელ პოზიციას. სავარაუდოდ შოთა გოგიბერიძის მერად არჩევის შემთხვევაში ყოფილი მერობის კანდიდატები მმართველ გუნდში, როგორც გოგიბერიძე აცხადებს, მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ.